საქართველოში ზამთრის ტურისტულ სეზონზე სექტორში არსებულ ვითარებასა და გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალზე მედია ჰოლდინგ კვირას პრეს-კლუბში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გასტრონომიული ტურიზმის ექსპერტმა ისაუბრა. როგორც ქეთი კვიჭიძემ აღნიშნა, საკმაოდ დატვირთულია ზამთრის კურორტები და კარგი სეზონი აქვთ. მან გასტროტურიზმის მიმართულებით გასული წელი შეაჯამა და 2025 წლის გამოწვევებზეც ისაუბრა. გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ მადრიდში გამართულ საერთაშორისო გასტრო კონგრესშიც ისაუბრა. მისი თქმით, ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი მაღალი იყო. განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია თხილმა და გუდისხველმა. შევაფასებ 2024 წლის ბოლოს. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე რთული იყო, რაც შეეხება თვითონ ზამთრის სეზონს, გუდაური, ბაკურიანი და ზამთრის კურორტები საკმაოდ დატვირთული არის და კარგი სეზონი აქვთ, როგორც თვითონ აღნიშნავენ, 100%-იანი დატვირთვაც კი იყო სასტუმროებში და რა თქმა უნდა რესტორნებშიც. ძირითადი პრობლემა მაინც უფრო თბილისზე მოდის. შარშა მაგალითად კახეთში ისედაც დავარდნილი იყო თვითონ სტუმრების სტუმრიანობა და უფრო მეტად გაზრდილი იყო აჭარა. მას მოყვებოდა თბილისი ხა თავისთავად, იმიტომ რომ ცენტრი არის და კარგი დატვირთვა იყო ყაზბეგი გზებოდ მცხეთა-მთიანეთზე. ქუთაისიც ნორმალურად იყო. სხვათა შორის ქუთაისი ძალიან წამოიწია რამოდენიმე წელია გასტრონომიული კუთხით. ერთადერთი, რაც ვთქვათ, გვაიმედებს არის აჭარა, ისევ აჭარაში პოლონეთიდან ჩარტერები არის დანიშნული და ფიქრობ, რომ როგორც შაშან წელსაც უფრო მეტი იქნება აჭარაში დატვირთვა და მოთხოვნა. გასტრონომიული კონგრესი Madrid Fusion არის, ასე ვთქვათ, ძალიან მაღალი დონის კონგრესი არის თვითონ გასტრონომიის სფეროსთვის. ჩვენ უკვე მეორე წელია, რაც მონაწილეობდით. ხონდა წაღებული ღვინის სტენდი, პროდუქტები ქონდა წაღებული გასტრონომიული პროდუქტები და ასევე შეფები, რომლებმაც გასტრონომიული პროდუქტებით მოგვიმზადეს სხვადასხვა კერძები და გამოსვლა ქონდა მულტიფუნქციურ სცენაზე და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.